15 ივნისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ახალი საკრებულო აირჩია. საკრებულოში 16 წევრი მაჟორიტარული სიით მოხვდა. ახალმა საკრებულომ მუშაობა 14 ივლისს დაიწყო და ჯერ მხოლოდ ერთი სხდომა გამართა. მოსახლეობა ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ დეპუტატებთან შეხვედრები აღარ ქონიათ. მათივე თქმით, მაჟორიტარებმა ამომრჩევლებთან ხშირი კონტაქტი უნდა იქონიონ და მათი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნონ. სოფლიანობარ მღვიმევიდან არის დეპუტატი გიორგი დემეტრაშვილი. თქვენ მიიღეთ არჩევნების მონაწილეობა? კი. დეპუტატი არ ვიცი. არ ვიცი დეპუტატი ვინაა. არ ვიცი. არ ვიცი, მასეთ საქმეში არ ვერევი. რომელი სოფლიდან? ხაჭიხიდანაა. მე ვარ სოფელ მანდაეთიდან. წელს აიჩიეს სპარტაკ გოგოლაძე, დიდებული პიროვნება და მაყოფილი ვარ მთელი სოფელი. საიდან ბრძანდები და უსახელო დავბრძანდები. ისა ბაია ასანიძე ხო ის არის. როდის მოხდა არჩევა თუ იცით და სად არის თქვენი წარმომადგენელი? რამდენი ხშირად ხდებათ ხოლმე? რა ვიცი, ჯერ არ მოსულა იქ უბანში და რა ვიცი, აპირებს ისე მოსვლას. დიდი იმედები გვაქვს, რა ვიცი, ნახოთ რა იქნება. ნუ თუ რამე უჭირს, უნდა განიხილოს ის საკითხი ერთის მეორეს, რომელს კითხავს აბა დეპუტატი მისთვის ვირჩევთ, რომ ხალხი ჭირვან არ გაიზიაროს და დაუდგეს გვერდში შედლების დაგვარად. აუცილებლად დეპუტატი უნდა დადიოდეს ხალხში და გებულობდეს ყველა პრობლემას, რაც აუცილებელია. ერგნეთის ბაზრობა, რომელიც თავის დროზე კონტრაბანდასა და კორუფციასთან ასოცირდებოდა სახეცვლილი ფორმით, მაგრამ შესაძლოა აღდგეს. ინფორმაციას მთავრობის წევრების განცხადებები ადასტურებს. პაატა ზაქარიაშვილი ამბობს, რომ ერგნეთის ბაზრობის იდეა შესანარჩუნებელია. ერგნეთის ბაზარი ან ბაზრობა თავის დროზე შეიქმნა იქ არსებული იმ დროს არსებულ კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარე. გზა იყო, გზა მიდიოდა, შესაბამისად ჩვენ ერგნეთის ბაზრობა თავისთავად იდეა უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ სად გაიხსნება რა ფორმით, როგორ, ეს უკვე არის ექსპერტების სამუშაო, ეფექტური იყოს ამ ტიპის ბაზრობა და არა იყოს ორ სახელის გამო. შეიძლება სხვაგან გაიხსნას, მაგრამ იმედია, რომ უნდა გაიხსნას იქ, სადაც მას მეტი ეფექტი ექნება. იდეას საინტერესოს უწოდებს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ინიციატივა რეგიონში მცხოვრები ქართველებისა და ოსებისთვის შესაძლოა მიმზიდველი აღმოჩნდეს. ვფიქრობ, რომ საინტერესო ინიციატივაა ნამდვილად, თუ ეს გაკეთდება თანამედროვე სტანდარტებით, თანამედროვე ფორმებით, შეიძლება ეს მართლაც მოხდენილი გახდეს იმ რეგიონში მცხოვრები ქართველებისთვის, ოსებისთვის და ყველასათვის, ვისაც აინტერესებს ეს ვაჭრობა და გამოაცოცხლებს ნამდვილად იმ რეგიონს. ერგნეთის ბაზრობის აღდგენასთან დაკავშირებულ განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამენ საპარლამენტო უმცირესობაში. მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ხელისუფლების აღნიშნული დაპირება ბევრი წინამორბედის მსგავსად შეუსრულებელი დარჩება. აი როცა კონკრეტულად გავიგებთ მე და თქვენ რა ფორმის ბაზრობაზე და ვაჭრობაზეა საუბარი, მაშინ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. ეხლა მაინც მეცდება უფრო პიარ-ნაბიჯად და ცოტა ის რა არასერიოზულ დაპირებას, რომელიც მე როგორც დაპირება არ შესრულდა, ეს არ შესრულდა. იმიტომ რომ ხო გეუბნებით, მე ძალიან კარგად მახსოვს რა ბაზრობა იყო ეს. ეს იყო ფაქტობრივად აღუერთხავი კონტრაბანდული პროდუქტის ვაჭრობა, სადაც იხდებოდა ტყვილი, მოაქციზო სიგარეტი, იარაღი და ნარკოტიკი. ამ ბაზრობაზე თუ არის საუბარი, ეს საკეთება სხვანაირ ბაზრობაზე თუ საუბრობენ, ეს საკეთება ჯერ კაცალობამ გაგვაგებინოს რა ტიპის ბაზრობა გავაკეთოთ. ერგნეთის ბაზრობის რაიმე ფორმით აღდგენას აბსურდულს უწოდებს რომან გოცირიძე. ეკონომისტი ამბობს, რომ საკითხი შეუსწავლელად გააქტიურდა და ექსპერტულ დონეზე განხილვის შემდეგ ხელისუფლება მის არარეალურობაში დარწმუნდება. ერგნეთის ბაზრობის აღდგენა არის ილუზია. როგორადაც არ უნდა მოინდომონ, ერგნეთის ბაზრობა ვერ აღდგება. და საერთოდ ძალიან მოუმზადებელი განცხადებები კეთდება, ისე რომ არ არსებობს გამოკვლევა ამის თაობაზე, იგივე როგორც რკინიგზასთან დაკავშირებით, ანუ შეუსწავლელად რაღაც ინიციატივების, ასე ვთქვათ, გავრცელება ხდება და შემდეგ უკვე როდესაც ექსპერტულ დონეზე განიხილავენ მას, უკვე ხვდებიან, რომ ესენი არის არც თუ ისე მისაღები ან რეალისტური და შემდეგ ეს თემა მოკვდება. ერგნეთის ბაზრობის თემა დაგვავიწყდება ჩვენ მალე.
ერგნეთის ბაზრობა 2004 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაუქმდა. გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების ნაწილის მოსაზრებით. ერგნეთის ბაზრობა ქართულ-ოსური ურთიერთობების დარეგულირებას უწყობდა ხელს. ბაზრობის ადგილას რუსით მესაზღვრეების ეგრეთ წოდებული საკონტროლო პუნქტია. აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენება ფერმერებს 31 აგვისტომდე შეუძლიათ. აცხადებენ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში და მათ მფლობელებს დარჩენილი ქულებით სარგებლობისკენ მოუწოდებენ. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული ხნის ბარათებს, მათი გამოყენების ვადა 31 ოქტომბერს იწურება. სააგენტოს დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში უკვე 205,000 ჰექტარი მიწა მოიხსნა. შეგახსენეთ, რომ ფერმერებს აგრობარათები მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაურიგდათ. ბარათის საშუალებით ფერმერებს სასოფლო სამეურნეო საქონლის მიღება შეუძლიათ. აგრობარათების პარალელურად დარიგდა ეგრეთ წოდებული ხნის ბარათებიც. პროექტი 2014 წლის 1 თებერვალს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 90 მილიონ ლარს შეადგენს. უკვე მიწის სამუშაოების უმეტესი ნაწილი შესრულებულია. 205,000 ჰექტარი მოიხსნა უკვე პროექტის ფარგლებში. თუმცა იცით რომ მთავრობის გადაწყვეტილებით სახნავი ბარათის მოქმედების ვადა გახანგრძლივდა. ამიტომ იმ ფერმერებს, ვისაც უნდათ რომ ბარათი გამოიყენონ საშემოდგომო ხმებისთვის, აქვთ ამის საშუალება და 31 ოქტომბრამდე ექნებათ საშუალება გამოიყენონ სახნავი ბარათი. ასევე პროექტით გათვალისწინებული სარგებლობის უმეტესი ნაწილი გაიცა, თუმცა კვლავ არის დარჩენილი ფერმერების გარკვეული რაოდენობა, ვისაც ჯერ არ გამოუყენებია აგრობარათებზე დარიცხული ქულები და მინდა შევახსენო ყველას, რომ აგრობარათების გამოყენების ბოლო ვადა არის 31 აგვისტო. 1 სექტემბრიდან ყველა ის ქულა, რომელიც დარჩენილი იქნება აგრობარათებზე, განულდება და ისინი ვეღარ შეძლებენ ქულების გამოყენებას. ამიტომ ყველამ, ვისაც ჯერ არ აუღია აგრობარათი, ან არ გამოუყენებია აგრობარათზე დარიცხული ქულები, თხოვთ რომ აიღოთ ბარათები და გამოიყენოთ მათზე დარიცხული ქულები მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე. საქართველოს შეერთებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23 ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართულ სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო აეროდრომზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი გიორგი კდილცხელაშვილი, სამხედრო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე დახვდნენ. მათ სამხედროებს საქართველოში მშვიდობით დაბრუნება და აისაფის მისიის წარმატებით განხორციელება მიულოცეს. მეორე ქვეითი ბრიგადის 23 ბატალიონი 4 თვის განმავლობაში ბაზა ლეზერნეკზე მსახურობდა. ქართული სამხედროების 4 წლიანი მსახურის შემდეგ 23 ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც აისაფის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო დავალებებს საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა. ავღანეთში ქართული სამხედროები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი კოალიციური ძალებთან ერთად 4 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ანხორციელებდნენ. მეორე ეტაპზე სამშობლოში 23 ბატალიონის 150 სამხედრო მოსამსახურე ჩამოვიდა. ბატალიონმა აისაფის საერთაშორისო მისია უდანაკარგოდ შეასრულა. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა საქართველოში ეტაპობრივად დაბრუნდება. დღეს ჩვენ შევხვდით მორიგ ჯგუფს 23 ბატალიონისა, რომელმაც წარმატებით შეასრულა თავის მისია ავღანეთში და ჩამოვიდა სამშობლოში, ულოცავ ბიჭებს მშვიდობიან ჩამოსვლას და უსურვებ წარმატებებს მომავალ სამსახურში. 23 ბატალიონი ავღანეთში ელმანდის პროვინციაში ვასრულებთ სამშვიდობო მისიას 4 თვის განმავლობაში. დღეს ჩამოვედით ქვედანაყოფის გარკვეული ნაწილი, ბედნიერები ვართ, რომ მშვიდობით დაბრუნდით სამშობლოში. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება. რეპეტიციები 15 ივნისს დაიწყო. ახლა მსახიობები ბოლო რეპეტიციას გადიან. მათ წვიმის გამყიდველი უნდა ითამაშონ. ჩემი გმირი არის
პატარა ბიჭი, დაახლოებით ესე 15 წლის, ჯიმი, რომელიც არის ესეთი ძალიან აქტიური, ოპტიმისტი და ყველაფერში ხედავს რაღაც კარგს. იმედიანი ახალგაზრდა. ჩემთან ახლოს ყოფნას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ახლოს არის. ძალიან საინტერესო პროცესი იყო სამუშაო. რავი, მე პირადად ძალიან მესიამოვნა და უკვე მე მაყურებელი ყველაფერს შეაფასებს ჩვენზე კარგად. ამერიკელი მწერლისა და დრამატურგის რიჩარდ ნეშის პიესა წვიმის გამყიდველი რეჟისორმა მამუკა ცერცვაძემ დადგა. ეს ჭიათურაში მისი მესამე სპექტაკლია. ეს არის სუბუქი ჟანრის რომანტიკული კომედია, პრო ზღაპარი დიდებისთვის, ბედნიერი და კეთილი დასასრულით. არის ყოფით პრობლემებზე, რომლებიც ხშირად ხვდებით ხოლმე ადამიანები და მთელი ჩვენი ენერგია ძალისხმევა მიდის ამ პრობლემების მოგვარებისკენ და ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ არც ამდენი ნერვიულობა და არც ამდენი ნებათაღელვა არ არის საჭირო მარტივი პრობლემების გადასალახად, რაც ხანდახან ისეთ გადაულახავ პრობლემებად გვეჩვენება ხოლმე. თუ არის სუბუქი ლირიული კომედია, რომანტიკული კომედია. სასიამოვნო სანახავი სპექტაკლი იქნება, ვფიქრობ. ნახოთ, დანარჩენი უკვე მაყურებლის გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა. სპექტაკლის სიუჟეტი ამერიკული სოფლის ერთ პატარა ფერმაში ვითარდება, სადაც გვალვის გამო მოსახლეობა გაკოტრების პირასაა. სოფელში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც წვიმის მოყვანას სულ რაღაც $46 პირდება. ბილ სტარბაკი, კაცი რომელიც წვიმით ვაჭრობს. ფაგი ხარ? ხარ შეგიძლია ეს გამოიწვია. ნამდვილი წვიმა? ემა წვიმა, აწვიმა. $46 გადაიხდით თუ არა 20 საათში წვიმა? პასუხს ვაგებ. მე 9 წელია ამ თეატრში ვარ და აი ესე საინტერესოდ არ მიმუშავია არასდროს. აი ესეთი სიამოვნება არ მიმიღია არც ერთ რეპეტიციებზე. წვიმა ერთადერთი პრობლემა არაა, ქალის გათხოვებაზე ფიქრით აქ მთავარი ინტრიგა იწყება. იახმე მიყვარს ფაილი. მიყვარს მეტი გაკიდა ჩემთან. გაიგონე რა თქვა? მე გაიგონე. რაო? რა უნდა მიყვარსო? აბა მოვყავი ბიჭებო. ჩემი გმირი არის 30 წლის გაუთხოვარი ლიზი, რომლის ერთადერთი მიზანი არის გათხოვება და აკეთებს ძმებთან და მამასთან ერთად ყველაფერს, რომ როგორმე გათხოვდეს. და ხდება ძალიან ბევრი საინტერესო რამე ამის გათხოვებასთან დაკავშირებით. ამ სპექტაკლით აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის პროფესიული დრამატული თეატრის სეზონს დახურავს. მანამდე იყო ყველასათვის კარგად ცნობილი ლამბალო და ყაშა და თოვლის დედოფალი. ჩვენ დავდგით განვახორციელეთ ლამბალო და ყაშა. ესეთი ტრაგიკული სპექტაკლი. ბავშვები ვიზრუნეთ ბავშვებზე და გავაკეთეთ ზღაპარი. და ეხლა რაღაც ისე მხიარულ ნოტაზე გვინდა დავემშვიდობოთ ამ სეზონი დავხუროთ მხიარულ ნოტაზე და რაც ხალისიანი განწყობით დავემშვიდობოთ მაყურებელს მომავალ სეზონის გახსნამდე. სამივე სპექტაკლი ძალიან საინტერესო, ერთმანეთსაგან სრულიად განსხვავებული და ამასთანავე წმინდა მხატვრული თვალსაზრისით უდაოდ დიდი ყურადღების ღირსი სპექტაკლებია. არეობდა თეატრალური სეზონების შეჯამება და ყველგან იქნა ხაზგასმული ჭიათურის თეატრის წარმატებული სეზონის შესახებ. იქნა აღნიშნული ძალიან ცნობილი თეატრმცოდნეების მიერ, რომ ის რაც მიმდინარე თეატრალურ სეზონში ჭიათურის თეატრმა შეძლო მხატვრული თვალსაზრისით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ პრაქტიკულად. მთელი თეატრალური საზოგადოება საუბრობს ჩვენს ლამბალო და ყაშაზე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სპექტაკლი წარმოადგენთ როგორც მარჯანიშვილის თეატრში თბილისში, ასევე ქუთაისში თეატრალური იმერეთის ფესტივალის ფარგლებში და ყველგან ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ესეთი ღირებული გამოხმაურება მოჰყვა ამ სპექტაკლს. იმედი მაქვს, რომ აი ეს ახალი სპექტაკლიც და მომავალი სპექტაკლებიც არანაკლებ საინტერესო იქნება, ასე რომ ველოდებით ჩვენს მაყურებელს. პრემიერამდე ცოტა დროა დარჩენილი, სპექტაკლს პიესის მიხედვით კეთილი დასასრული აქვს, თუმცა კონკრეტულად რა მოხდება ფინალში, ამას მაყურებელი 29 და 30 ივნისს საღამოს 7 საათზე იხილავს.
ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მშენებლობა უკვე 3 წელია მიმდინარეობს. საკათედრო ტაძარი ჭიათურის ცენტრში შენდება. ჭიათურა საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურებს მშენებარე ტაძართან არაერთი პარაკლისი აქვთ გადახდილი. ტაძრის მშენებლობა პირადად კათალიკოს პატრიარქმა აკურთხა. მაშინ ეს ადგილი ხალხს ვერ იტევდა. საქართველოს პატრიარქი თავად მონაწილეობს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევაში. ვართ რომ დღეს ვაკურთხებთ საძირკველს დიდი საკათედრო ტაძრის თქვენ ცხოვრობთ ისეთ ადგილას სადაც განვითარებული იყო უძველესი ქართული კულტურა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სარწმუნოება მართლმადიდებელი ჩვენი ენა ქართული ენა ქართული კულტურა. გაქვთ თუ არა ინფორმაცია ჭიათურაში საჩენდება ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი? არა. არის ამ არ ვიცით. აი კულტურის სახლის ტერიტორიაზე იქეთ უკან. არ ვიცი შვილი. რაიმე ტაძარი შენდება ახლა ჭიათურაში თუ გაქვთ ინფორმაცია? არც ეგ არ ვიცი. არა. ჩვენ მიერ გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმირებული არა. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობა საკმაოდ ნელი ტემპებით მიმდინარეობს. რო ეს ტაძარი რომელიც შენდება, ჩემთვის არ შენდება. მე შეიძლება ამის დამთავრებასაც ვერ მომესწრო. ეს ჩემი ქალაქის არის და მიხარია რომ მეოძგი ვარ სათავეში და ვაშენებ აქაურობას. ამჟამად ტაძარზე სამუშაოები მეორე სართულზე მიმდინარეობს. მშენებლობაზე 20 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 14 სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდის. მშენებლობის ხელმძღვანელი დეკანოზი მამა ამირან მოდებაძეა. ის მოსახლეობის უყურადღებობას უჩივის. გასაკვირი არ არის, რომ ტაძრის მშენებლობა ძალიან ნელა მიდის. პირველ რიგში რომ ქალაქი ყურადღებას მართლა არ აქცევს აქაურობას. არ მახსოვს ახლა რამდენიმე ადამიანის გარდა, 1-2-3 ადამიანის გარდა ვინმეს ერთი სადილი მაინც მოეტანო საქმე, მაგრამ მაგასო თავი დავანებოთ, ქალაქი გაჩერებულია. მშენებლობაზე დასაქმებულებს ყველანაირი სამუშაო შესრულება ხელით უხდებათ. ხელით ხდება ეგრეთ წოდებული ბეტონის მომზადება და საშენი მასალების მეორე სართულზე აზიდვა. დეკანოზი ამბობს, რომ შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევაში ამ დროის განმავლობაში გაცილებით მეტი საქმე გაკეთდებოდა. ხელშეწყობა რო ყოფილიყო, გუმბათი უკვე დადგმული იქნება. ჩვენ მასალების გვიჭირს. ეხლა ფიცარი არ ქონდა და ტრესტის მენეჯერი კი არ არის, ვისაც მესაკუთრე ვინც არის, ებრაელი კაცი არის. იმასთან ვიყავი მისული განცხადება დაუწერე, ვთხოვე კრანი, ფიცარი, ბლოკი ვთხოვე. და იმ კაცს არ დაფიქრებულა, პირდაპირ დააწერა ჰოკეი ზედ. კიო, ჩუქნიო. მე არ ვიცი ებრაელი კაცი ეკლესიის მშენებლობაზე გვეხმარება და ქართველები, ქრისტიანები იმალებიან და თავდაპირველად ტაძრის მშენებლობის პროცესში საკუთარი წვლილი ჯორჯიან ამერიკანელოისის მუშა მოსამსახურეებსაც შეჰქონდათ. ამჟამად მათი მხრიდან თანხის გაღება აღარ ხდება. თუმცა ყოველთვიურად გარკვეულ თანხას მშენებლობისთვის ჯორჯიან ამერიკანელოისის ჭიათურის სამთო გამომდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაცია გასცემს. თუმცა ის მშენებლობისთვის საკმარისი არაა. როცა დავიწყეთ, ძალიან სწრაფად და კარგადაც მიდიოდა მშენებლობა. მაშინ ჯორჯია მარგარიტის მუშა მოსამსახურე ყველა ერთსულოვანი ვიყავით და 2 კაპიკი იყოს, 2 ლარი იყო, თუ 3 ლარი იყო, თუ 5 ლარი, ზოგი იმას ეცხავდა, ზოგი იმას ეცხავდა და 2 კაპიკი იყო. ამის რო გავეკეთებინა ეს. შემდეგ შეწყდა ეს ყველაფერი. ზოგიერთმა მუშამ აღარ მოინდომა, რომ მას ნარგბია გაიგრძელებინა 5 ლარის შემოწირვა ეკლესიაზე და ამიტომ ძირითადი თანხა მაინც მქონდა ჩვენ. ასე რომ ახლა ინჟინერ პერსონალი იხდიან ისევე აგვეგეთებენ ტრესიდან 5000 ლარამდე გვაძლევენ თვეში და მუშა მოსამსახურეს ველაპარაკებით და ყველამ გამოთქვა სრული ისევ იქნება დაიწყონ და გააკეთონ, მაგრამ უკვე ხელმძღვანელი არ არის რომ ჩაუდგეს სათავეში და გამგეობამ შემომწირა 15000 ლარი. მშენებლობის ხელმძღვანელი მამა ამირან მოდებაძე იმედოვნებს, რომ პირველ რიგში უფლის შეწევნით და ადამიანების გვერდით დგომით დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ამბობს, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით ტაძრის სახურავი, ზარები და ჯვარი უკვე შეძენილია. იმედი გვაქვს ჯერ ღმერთის. ღვთის მოსავი ხალხი ღმერთმა ძალიო სამქვეყნად. არიან ისეთები, რომელიც თავის ხელფასიდან მაძლევენ ხოლმე რომ ბიჭებს საჭველი ვაჭამო.
ჭიათურაში ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მშენებლობა საფუძველი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ჩაუყარა. ეს ყველაფერი 2010 წლის 18 სექტემბერს მოხდა. ადგილი პატრიარქმა საკათედრო ტაძრის ასაშენებლად აკურთხა და ჭიათურას საჩხერის სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისიც გადაიხადა. ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძარი და პატრიარქი გახსნის სკოლას ანდრია პირველწოდებული სახელობის. მშენებარე ტაძარი ამჟამად ასე გამოიყურება. მისი დასრულებული ვარიანტი კი ასეთია. საკათედრო ტაძარი 33 მეტრის სიმაღლის უნდა იყოს და ზემო იმერეთში ყველაზე მაღალი იქნება. სახარებაში უფალი ბრძანებს, ვინც ჩემი სახელით მიაწვდის თუნდაც ცივ წყალს, ერთს ამ მცირე თაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება მას თავისი საზღაური.